ეს უკვე მოსალოდნელი იყო. ბოლო განცხადებები ZZ3, რომელიც ქვეყნდებოდა პლატფორმა X-ზე, ეს უკვე მოასწავებდა ჯო ვილსონის განცხადებას გულისხმობ. ბოლო განცხადება, მისი ბოლო უკვე სტატუსი აშკარად ატარებდა ამ გზავნილს, რომ რამდენიმე საათში არა დღეში რამდენიმე საათში უკვე იქნებოდა გადაწყვეტილება გამოცხადებული და შემთხვევითი არ იყო ის გზავნილი, ვისაც უნდა გაეგო, ვისაც უნდა ყურად ეღო, მას ჰქონდა დრო, თუნდაც აი ეს ბოლო პერიოდი დღეები და თუნდაც დღესაც, რომ რაღაცაირად ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილის გზავნილზე, მოლაპარაკების თაობაზე ეს შეთავაზება გამოიყენებინა როგორც შესაძლებლობა. ეს ამ შეთავაზებაზე უარი და ეს სანქციები, ეს რაღაც ერთიანი ჯაჭვია, თქვენ ასე უყურე, ასე იცით? ასე ჩანს, ასე იკითხება. არ არის არაფერი შემთხვევითი და არაფერი დამთხვევა არ არის. ეს ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური და ახსნადი პროცესი. რამდენიმე გაფრთხილება, რამდენიმე სანქცია, რომელიც შეეხო ძალიან მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ხო, ახლა ეს ხო არ არის ჩვეულებრივი ამბავი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი, მოსამართლეები, თანამდებობის სხვა ძალოვანი უწყების სხვა პირები სანქცირდებოდნენ სხვადასხვა სანქციებით. ზოგი მაგნისკის-სიაში სხვადასხვა სანქციების რეჟიმია, დაიწყეს ევროპული ქვეყნების გადაწყვეტილებებით, ასევე სანქციების გამოცხადება. ეს ხო იყო ერთიანი სურათით დასანახი და პრეზიდენტის შეთავაზება, რომ 29 დეკემბრამდე შეთანხმება მომხდარიყო ახალ არჩევნებთან დაკავშირებით. რა ვიცი, აი 28 დეკემბერი თენდება და ქილიკის მეტი არაფერი არ ისმის და ეხლა იქილიკონ. და ეხლა იცინონ, არ ვიცი რა აქილიკებთ, ეხლა კი სიმწრის სიცილი აქვს და ძალიან კარგად იკითხება ამ ყველაფრის მიღმა, შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს დიანა, რომ ძალიან მძიმე პოზიციებთ, რომ აქამდე ერთმანეთს თუ ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი მოგვარებული აქვს ბიძინა ივანიშვილს. ეხლა ეს მომენტიც რეალობად იქცა და ეს საფრთხე აღარ არის შორეული. ეკა, ამ მოცემულ ვითარებაში წინასტუმარიც გიორგი ისაკაძეც მას ასე დაამთავრა, რომ ეხლა ქვეყანა ვიდრე მძიმე დღეში ჩავარდება, საინტერესო ამას კომპრომისისთვის გამოიყენებენ თუ სიჯიუტისთვისო. ივანიშვილს ეს სანქცია გახდის უფრო მოლაპარაკების და შეთანხმებისკენ და ახალი არჩევნების ჩანიშვნისკენ რაღაც მეტმზაობას გამოიჩენს თუ პირიქით ის ასე ვთქვათ უფრო ხისტი იქნება და არანაირ შეთანხმებაზე არ წავა. ანუ ეს თქვენი ცოდნა მისი პორტრეტის რამდენად დაგეხმარებათ, რომ ანალიზი გავაკეთოთ, როგორი იქნება სანქცირებული ივანიშვილი? დიანა, ის ცოდნა და ის გამოცდილება, რაც მე მაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, ეხლა ნაკლებად გამოდგება ამ ვითარების შესაფასებლად, იმიტომ რომ ის ადამიანი, ვიზეც მე ვსაუბრობდი, რომელსაც შეეძლო კომპრომისების ხელოვნება გამოეყენებინა და უკუსულის გამბედაობა ეჩვენებინა, ეს ის ადამიანი არ არის. მისი ყველა შემდგომი ნაბიჯი საპირისპიროზე მეტყველებს, რაც ნიშნავს იმას, რასაც ვამბობდი, რომ მას თავისუფლების არეალი შეზღუდული აქვს და იმდენად არაგონივრულია და არარაციონალური ხარ რასაც აკეთებს და კუბახიძეს რასაც ალაპარაკებს, რომ ეს არ იზომება როგორც გონივრული და რაღაცა ლოგიკური შინაარსით. აი ლოგიკას ვერ მიყვები აქ, ისეთი ამბავია. ამიტომ ეხლა ივანიშვილს რა შემდგომი ნაბიჯები რა დარჩა ამის გამოცნობაზე მეტად, მე ვფიქრობ სწორია ის სტრატეგია ეხლა რაც აქვს ხალხს, მოქალაქეებს, რომლებიც აქტიურობენ, იბრძვიან, ითხოვენ, არჩერდებიან და პრეზიდენტ ზურაბიშვილს, რომელმაც აი უკვე მიწვევაც მიიღო ინაუგურაციაზე, სადაც სხვათა შორის ევროპელი, ზოგადად არა მხოლოდ ევროპელი, არამედ სხვა სახელმწიფოს ლიდერები ინაუგურაციაზე არ ესწრებიან ხოლმე, ეს რაღაცა იშვიათი ამბავია და თან მე მგონია, რომ აი ამ ვითარებაში ეს არის აი ისეთი ხაზგასმა ყველაფრის,
ლეგიტიმაციის, სანდოობის, აღიარების შემდგომი თანამშრომლობის აწმყოში ერთადერთი ხელს ჩასაჭირი და სანდო კონსტიტუციური სტატუსის მქონე ადამიანის, ისეთი ხაზგასმაა ყველაფრის, რომ ახსნაც რო აღარ ჭირდება. კი ბატონო, უნდა მეკითხა აი ამ უილსონის მიწვევაზე, რომელიც დაწერა მან სოციალურ ქსელში, რომ ზურაბიშვილს იწვევს ტრამპის ინაუგურაციაზე. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ზურაბიშვილთან, ხომ არ ქონიათ რაიმე ტიპის საქართველოს პრეზიდენტთან კომუნიკაცია და ასევე ეს მიმდინარე პროცესები მოახდენს თუ არა გავლენას მისი 29 დეკემბრის გეგმებზე, როგორ იქნება მისი პოლიტიკური ცხოვრება 29 დეკემბრის შემდეგ. დღეს გქონდა რა თქმა უნდა შეხვედრაც საუბარიც რაც სამუშაო შეხვედრა ეხა მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ ეს სიახლეა, ეს ეხა ხანს გახდა ცნობილი მიწვევის შესახებ, ამიტომ ამაზე ალბათ უფრო ხვალ ვისაუბრებთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება როგორი უნდა იყოს 29 დეკემბერს პრეზიდენტმა თქვა, რომ თავად იტყვის, დაუტოვოთ მას ეს სათქმელი, თავად ჯერ ერთი იმდენად არაორდინალურია თავადაც და ისე შეიძლება რაღაც გადაწყვეტილებებს გადახედოს, ამიტომ მე ვფიქრობ არ ღირს წინასწარ რაიმე პროგნოზების გაკეთება. თან ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავად იტყვის და იტყვის 29-ში რას აკეთებს, რას აპირებს, მუშაობს სერიოზულად დოკუმენტზე, რომელიც რაღაცნაირად აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოებრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების, ყველა მოსაზრებას ამ კონსულტაციების შედეგებს და იქნება მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი რამ, რასაც ის იტყვის, პრეზიდენტი რასაც იტყვის 29-ში, ამიტომ ამ ნაწილში მე ხა აღარ გავჩერდები, არ გავაკეთებ არანაირ კომენტარს. მე ვფიქრობ მნიშვნელოვანი ამბავია ეს მიწვევა, ვფიქრობ კი რა, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ისიც ვიცი სხვათა შორის როგორც ცდილობდა რაღაც გარკვეული პერიოდის უკან ქართული ოცნება, რომ რაღაცა ფორმით მათ მქონოდათ შესაძლებლობა ახალი პრეზიდენტის არჩევის რაიმე ღონისძიებაზე გამოჩენილიყვნენ და ამ მხრივ არაფერი არ გამოუვიდათ. ასე რომ ყველაფერი ლოგიკურად, წყობრად, ძალიან კარგად ლაგდება და ხდება. არაფერია შემთხვევითი არ არის, ამ ყველაფერში არის შინაარსი და შინაარსი არის სიმართლე. და ეს არის ძალიან სამართლიანი ბრძოლა ჩვენი ხალხის და ეს პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების ძალიან ძლიერი პროტესტის და ძალიან ლამაზი პროტესტის ამსახურება, ასე რომ გავაგრძელოთ უნდა ყველა ჩვენი საქმე. ეკა, დიდი მადლობა. და ძალიან საინტერესო მოვლენების მომსწრენი ვხდებით, ან ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება.